საღამომშვიდობისა, ეთერშია სოლიდარობის დრო TV4-ზე და გადაცემას გაუძღვები მე დავით ახვლედიანი. ჩვენი სტუმარი გახლავთ ანალიტიკოსი დემურ გიორხელიძე. საღამომშვიდობის ბატონ დემურ, მადლობა რომ გვეწვიეთ. შეხვედრა ვაშინგტონში პრეზიდენტ ტრამპსა და მაკრონს შორის განსახილველი საკითხი იყო უკრაინა და მას შემდეგ უკვე პრესკონფერენციაზე დონალდ ტრამპი ამბობს ასეთ რამეს, რომ სატელეფონო საუბრის დროს პუტინს რასაკვირველია იხილავდნენ უკრაინას და პუტინი არ არის წინააღმდეგი რომ განთავსდეს სამშვიდობო კონტინგენტი უკრაინის ტერიტორიაზე, ევროპული კონტინგენტი, ვინაიდან ტრამპი არ აპირებს ამერიკელების გაგზავნას იქ. თქვენ როგორ ფიქრობთ, ეს რაიმე ჩანაფიქრია კვლავ პუტინის, როგორც ვიცით, ვარზე იყვნენ მანამდე მთელი რუსეთის ხელისუფლება ასეთ რამეს არც განიხილავდნენ, თუ რა შეიძლება ეს მოვასწავებდეს? რა თქმა უნდა, ეს უკრაინის კონფლიქტის საბოლოოდ დასრულების და დარეგულირების კუთხით არის წარმოჩენილი ეს ახალი ასეთი ვარიანტი ამ მშვიდობის ყოფილების განთავსებასთან დაკავშირებით. თქვენი შეფასება როგორი იქნება? რამდენად შესაძლებელია და ხომ არ არის რაიმე ჩანაფიქრი რომელიმე მხრიდან, ან რუსეთის, ან ამერიკის შეერთებული შტატების? მე ვფიქრობ, რომ ჩვენ უნდა დაველოდოთ მოვლენებს, იმიტომ რომ ეს ნაკლებ სავარაუდოა, მით უმეტეს ეს ვერ იქნება ნატო, გამორიცხულია, ეს ვერ იქნება ბრიტანული ნაწილები და ვერ იქნება ისეთი ქვეყნები, რომლებიც დღეს აშკარა მხარდამჭერები არიან ამ კონფლიქტისა. ასე რომ აქ უფრო მოდი ასე ვთქვათ, ფაქიზი პოლიტიკური თამაშია, იმიტომ რომ ყველა მთავარ რამეზე, როგორც ჩანს, ამერიკის და რუსეთის პრეზიდენტები შეთანხმებულია, იმიტომ რომ მიაქციეთ ყურადღება შეხვედრის დროს სატელეფონო საუბრისასაც და როდესაც ძალიან მაღალი დონის შეხვედრა გაიმართა საუდის არაბეთში, რამდენიმე სამუშაო ჯგუფია შედგენილი. არა მარტო უკრაინასთან დაკავშირებით, არამედ ეკონომიკასთან დაკავშირებით, არქტიკასთან დაკავშირებით და თქვენ ხედავთ და სხვა რამეებით. და სულ ცინცხალი თავად რუსეთმა შესთავაზა თავის ტერიტორიაზე ამერიკელებს, მთელი რეგიონებიც კი ჩამოთვალა, ყაბარდო-ბალყარეთიც კი კავკასიაში, სადაც არის ეს რესურსები. კი, და საქმე რა შეიცით, აუთვისებელია, ეს მოძიებულია. პირველი ადგილი დღეს და მსოფლიოში დომინირებული მდგომარეობა ამ მხრივ უჭირავს ჩინეთს. მათ ეკუთვნის იშვიათი ჭიაღიცეული სიმდიდრეების ბაზრის 70%. მათ აქვს ტექნოლოგიები, რომელიც არ აქვს არც ამერიკელებს და არც რუსებს. ამიტომ რუსები კონცენტრატს აგზავნიან ჩინეთში, იქ ხდება ამ ეტაპობრივი გამოყოფა, იმიტომ რომ რამდენიმე ფრაქცია არის ამ იშვიათი მეტალებისა, იგი თანდათან უნდა იქნეს გამოცალკავებული, ასეთი ტექნოლოგიები ჩინელებს აქვთ, ბუნებრივია, რა კი ერთს არსებობს, ამიტომ ზედმეტს არ ხარჯავს არავინ ისეთ რამეზე, რომლის სარგებლობა შეიძლება თუ ამერიკელები ჩაერთვებიან ამ საქმეში, გასაგებია გარკვეული ტექნოლოგიებიც გაჩნდება, რაც შეეხება უკრაინაში ამ თემის თქვათ გახმიანებას, ნაკლებად სავარაუდოა ეს ყველაფერი, იმიტომ რომ თითქმის ყველაფერი ცოტა რამეა დარჩენილი, ისიც ყველაფერი არის აღმოსავლეთ უკრაინაში და ყირიმში, მხოლოდ დასავლეთ უკრაინაში ბევრი არაფერი არ არის იქ. ამიტომ ჩავთვალოთ, რომ რუსები სთავაზობენ ამას დღევანდელი დაკავებული ტერიტორიების ფარგლებში. ეს პუტინმაც თქვა, კი? კი, ეს ნამდვილად ასე იქნება, მე არ მომისმენია. ჩვენი ისტორიული ტერიტორიები, ახალი ტერიტორიებია, შეუძლიათ ამერიკელებს შევიდნენ. გამორიცხულია ამ ტერიტორიებზე ვარის თქვა. მე ცოტა უფრო სხვა ეჭვი მაქვს, იმიტომ რომ დააკვირდით ბოლო 2 დღის ევროპულ მოვლენებს. მე ჯერ კიდევ ერთი თვით ადრე, როცა უსმენდი კანდიდატებს და მერც მე არაერთი გამოსვლაზე დავაკვირდი და პირდაპირ დავწერე ერთი თვის უკან. ეს არის შეზღუდული აზროვნებით, დაახლოებით ერთუჯრედიანი
ადამიანი მაშინ მე არ მქონდა ეს ინფორმაცია შეზღუდული უსაშუალოდ ეს არ არის მე თვითონ ქრისტიან დემოკრატი ვარ თავისი აზროვნებით და თავის დროზე ირაკლი შენგელაიასთან და ძალიან კარგ ხალხთან ერთად ვიყავი ამ საქმეში და დეტალურად გვაქვს და გაანალიზებული და ფაქტობრივად შესწავლილი გერმანიის ომის შემდგომი მდგომარეობა სწორედ ქრისტიან დემოკრატიულმა კავშირმა დააყენა გერმანია ფეხზე, იმიტომ რომ უზარმაზარი პასუხისგებლობა იყო ადენაუერი, ერხარდი, რა ვიცი, ესე იგი ფანტასტიკური ხალხი იყო. მერც არაფერი არ ცხია. და ის ფულიც არ მოუპარიათ, რაც მარშალის გეგმით გამოიყო. ეხა მარშალის გეგმა არაპროფესიულ დონეზე ისია წარმოდგენილი, თითქოს მან შეძლო უკრაინის ტყუილი ეს ყველაფერი. მარშალის გეგმა იყო დამხმარე და საერთო გერმანულ საქმეში 15%-ზე მეტი წვლილი მარშალის გეგმას არ აქვს. კიდე გეუბნებით, ჩვენ სხვანაირად ვიცით ეს, მე ეკონომიკური თვალსაზრისით კიდე უფრო საქმე რაში იყო, იცით, გერმანიაში დაბრუნდა 12 მილიონი გერმანელი. მათ ჰქონდათ და რაც მთავარია პოლიტიკური ნება იყო ქვეყნის მოწყობისა, თქვენ იცით ამერიკელები საშინლად წინააღმდეგი იყვნენ დამოუკიდებელი გერმანული სახელმწიფოს, მხოლოდ 59 წელს დათანხმდა ამერიკა, იგიც ადენაუერის ავტორიტეტი იყო, უზარმაზარი თხოვნა იყო, სამაგიეროდ კანცლერ აქტზე მოაწერინეს ხელი და ამის შემდეგ ყველა კანცლერი ამ კანცლერ აქტს აღწერს ხელს ამ თემას ახლა არ შევეხები, მერცის განცხადება არაპოლიტიკური, რო ის ტაურუსებს გააგზავნეს უკრაინაში, ტაურუსის გაგზავნა უკრაინაში ნიშნავს, რომ თელ ამ მოწყობილობას გაყვება გერმანელი სპეციალისტები, ამას უკრაინაში უბრალოდ ვერ მოემსახურებიან. გუშინ გერმანულ რამდენიმე ქალაქში გაიმართა 8-10,000-იანი მიტინგები, რომლებიც ომს ითხოვენ, რომლებიც აგრესიული არიან რუსეთისთვის და მერც ეთყობა, რომ ვინ არის მერცი? მერცი არის BlackRock-ის ამერიკულ ორგანიზაციებში მუშაობდა იურისტად. პირდაპირ თქვა, ამერიკელები რატომ დისტანცირებენ ევროპელებისგან? მე ველი რომ მალე გაიყვანენ და ამას ევროპელებიც უფრთხიან ძალიან, რომ ამერიკელები გაიყვანენ 40,000 კაცს გერმანიიდან. კი. აუცილებლად სრულიად შესაძლებელია, ერთ გადაცემაში აღვნიშნე კიდეც. და რატომ გაიყვანენ? იმიტომ რომ ის განწყობები, რომელიც ნეოლიბერალურ ევროპაში არსებობს და თითქმის ნახეთ რამდენ ქვეყანაში არის ფაშისტური წარსულის მქონე ხალხი, შთამომავლები იმ ფაშისტური მაღალჩინოსნების ახოსტური. ეს არის რევანშით შეპყრობილი ქვეყანა კი არა. კონგლომერატი ხო? კონგლომერატი, რომელსაც მომავალი არ აქვს. რამდენი წელია ჩვენ საუბრობთ, მათ შორის თქვენ განაცემაში ევროკავშირის მომავალი არის 0. აი ევროკავშირსაც შეეხება ფედერაციის საბჭოს უცხო ქვეყანათა საქმეებში ეს პუშკოვმა დღეს თქვა ასეთი რამე, რომ თუ კი უკრაინის კონფლიქტი მოგვარდა, საბოლოოდ დასრულდა, ევროკავშირი დაიწყებს დაშლას. მოდით ასე ვთქვა და ახალი რეალობა იყო 30 წლის უკან სხვა რეალობა. მაგრამ თუ კი ჩვენმა მაყურებელმა კარგად იცით, ამერიკელებს არ უნდათ ევროკავშირის შექმნა, განსაკუთრებით წინააღმდეგი იყვნენ ევროსი. ეს დაახლოებით ისეთივე რაღაცა, როგორც ტეტჩერი იყო წინააღმდეგი გერმანიის გაერთიანების და მიტერანი. და რატო იყო წინა? იუგოსლავიის დამბომბვის ერთ-ერთი მთავარი ეკონომიკური ფარული მიზანი იყო გამონთავისუფლებელი დოლარის ჩატვირთვა. გამიგეთ რა? რა კი შეიზღუდა დოლარის არეა და ევროპა დაიკავა სერიოზული ადგილი თავის ადგილზე დღეს შექმნილ სიტუაციაში, როდესაც ევროკავშირი პოლიტიკურად არაფერს არ წარმოადგენს. და ეს მათი ბრალია, სხვას ვერ დააბრალებენ და კარგად იციან, რომ თუ ნატო არა, თუ ამერიკის ის მხარდაჭერა არ იქნა, ამერიკელები კი წინ იყურებიან, ისინი ვინც არის პოლიტიკური მოთამაშეები, მასთან შეთანხმდებიან. წარმოიდგინეთ თქვენ 6 სამუშაო ჯგუფი რუსეთთან, რომელიც აბსოლუტურად ყველა სფეროს მოიცავს. ყველა სფეროს მოიცავს, უსაფრთხოების და ასე შემდეგ და ამ ფონზე ვისჭირდება ევროკავშირი. სტატუს კვო
იქნება გარკვეულ დასავლეთ ევროპულ სახელმწიფოებზე იქნება ევროპული, ბრიტანული, მოდი ასე ვთქვათ, ამერიკელებზე უფრო ეს გავლენები ჭირდება ბრიტანეთს, იმიტომ ბრიტანეთს საარსებო სივრცე აღარ რჩება. ამიტომ ისინი კვლავ გაუკეთებენ ამ მერცის და ამნაირების სახით იმას, რომ გერმანიამ დაიწყოს ომი. რამდენი ხანია იწერება, მეც ვწერ ამას, რომ გერმანელები ემზადებიან ომისთვის. გერმანელები მხოლოდ იმიტომ ვერ იწყებდნენ ომს რუსეთთან უშუალოდ, რომ მზად არ იყვნენ ამისთვის. არაფერი არ გააჩნდათ ამისთვის. მინიმუმ 4-5 წელი ჭირდებათ გერმანიას იმისათვის, რომ იომოს და აიყოლიოს კიდე ისეთი ქვეყნები, როგორც არის აღმოსავლეთ ევროპა, მაგრამ ნახეთ, კატეგორიულად განაცხადა პოლონელებმა უკრაინაში ჯარის გაგზავნაზე. რატომ? უკრაინელების გამო პოლონეთს არ სურს უბედურებაში გახვევა და ძალიან კარგი გაზეთია პოლონური აზრი, ძალიან კარგი გაზეთია. ის პირდაპირ წერდნენ პოლონელებამდე დადის იმის შეგნება, რომ არავითარი კოლექტიური დასავლეთი არ არსებობს, თავისთავად ცხადია და ამის გამო არ შეიძლება პოლონეთმა თავისი მომავალი დააყენოს კითხვის. მაგრამ პუტინის იმ თანხმობაში ახლა ტრამპის სიტყვებს ტყუილად ჰაერში არ ყრის. საკმაოდ თავდაჯერებული იყო იმ პრესკონფერენციაზე, რომ იჯდა და ეკითხებოდნენ, კი მე ვესაუბრე პუტინსო და ის არ არის წინააღმდეგიო პირდაპირ ამბობს. ის ხომ არ არის ჩადებული, რასაც რუსეთის ხელისუფლების უმაღლესი პუტინი, მედვედევი, პატრუშევი, ნარიშკინი, თუ კი ვინმე არსებობს იქ ვერტიკალში, ყველა ამბობდა, რომ პოლონეთს და არა მარტო პოლონეთს აქვთ ინტერესები დაიბრუნონ თავიანთი ისტორიული მიწები, რაც არის უკრაინაში. და თუ კი ამ კონტინგენტში იქნება ყოველგვარი ამ ნატოს და მეხუთე პუნქტების და დათქმების და გადმოთქმების გარეშე ასეთი ტიპის ნაწილები, როგორც თქვა, კვიპროსზე დგას, ხო, იმ მწვანე ზოლში ბრიტანული ნაწილები. რომელიმე ამ ქვეყნის, თქვა, უნგრეთის, რომელიც პრინციპში მეგობრული ურთიერთობაც აქვს რუსეთთან ნაწილობრივ. თქვა, იგივე პოლონეთის. იქნებ ეს აქვს პუტინს ჩაფიქრებული, რომ თუ ბალასტივით ეს ტერიტორიები დათმოს. შეუძლებელია, იმიტომ გარკვეული ორაზროვნება არის, ტრამპიც არ არის ის მიამიტი, რომ რაიმე დაუკვირვებლად თქვა, ნამდვილად არაფერს არ ამბობს. ქართული ანტიამერიკანიზმი, რომელიც ყალიბდება და ანტიტრამპიზმი, ეს არის გონება დამთხოვნობის შედეგი. ვიტყოდი, აი ეს რეზოლუცია, რომელიც იქნა მიღებული ამერიკელების, იქ თანაავტორი იყო საქართველო. ანუ ერთად მომზადებული რეზოლუცია იყო და რუსეთმაც კი დაუჭირა მხარი ამ ამერიკულ რეზოლუციას. კი დაუჭირა და თქვენ წარმოიდგინეთ. და ნახეთ ლავროვმა რა თქვა, მაპატიეთ ბატონ დემურ, ლავროვმა თქვა, რომ კონფლიქტის დაწყების მიზეზებზე არის აქ აქცენტი გაკეთებული, შეისწავლესო როგორც ჩანს. კი, აქ არის მეორე მომენტი, ამერიკელებმა არ მიიღეს არც ერთი ევროპული შესწორება, რომელიც საერთოდ უცვლიდა სახეს. ცხადია, ყველაფერი ნათელია, ის რაც 2022 წლის 24 თებერვალს ნაღდი იყო, ცხადი იყო, რატო დაიწყო კონფლიქტი. რა, ტრამპი არის, მოდით ასე ვთქვათ, რაც ოძახიან ჩვენები მას, პუტინისტი და კიდე რაო, რუსო ვის? ვის? ესე იგი, ტრამპმა რაც განაცხადა, რა, ნატო შეპირებული იყო, რომ ბრიტანელებმა რატო გახსნეს ის დოკუმენტი, სადაც დაფიქსირებულია ვალდებულება ნატოსი და დასავლეთისა, რომ ერთი ნაბიჯით არ წაიწევიან. ხო, მიზეზი მთავარი იყო, უსაფრთხოების თემა იყო. კარგია რუსეთი, არ არის კარგი, ეს არის პოლიტიკაში მეასე ხარისხოვანი. მთავარია, რომ შენ ბირთვულ სახელმწიფოს შეუქმენი არსებობის საფრთხე. არსებობის საფრთხე შეექმნა და არაერთხელ ახსნეს ეს. ახსნეს პუნქტობრივად ახსნეს. ამიტომ ტრამპმა ძალიან კარგი, ტრამპს არავითარ შემთხვევაში არ უნდა ევროპულ, რომ იტყვიან, მარაზმში გახვევა, მას თავისი პრობლემები აქვს ამერიკაში და უზარმაზარი პრობლემებია. ის მოილაპარაკებს ჩინელებთან და მოილაპარაკებს რუსეთთან, სამი მთავარი ქვეყანა
დაალაგებს უშიშროებასაც, უსაფრთხოების თემებსაც, ეკონომიკური ინტერესსაც, მაგრამ ევროკავშირის ადგილი ამ ახალ სამყაროში არ არსებობს, იმიტომ რომ ეს არის ბიუროკრატიული ერთ-ერთი უსაზღვრესი წარმონაქმნი, რომელიც თვითონ ევროპელების შეზღუდვას ახდენს, მაგრამ ევროპული მოსახლეობის გარკვეული ნაწილი ამ 30 წლიანი იდეოლოგიური დამუშავების გამო ჯერ კიდევ არის ამ ბურანში. ამიტომ ტრამპი გაცილებით დიდი პრაგმატიკოსია და ამერიკელები პრაგმატული ხალხია, მას სულაც არ ჭირდება ამ თამაშებში შესვლა. ის ასევე შეტყუებული იყო, კი არ შეტყუებული იყო იმ ადმინისტრაციის, რომიტყვიან სურვილი იყო, რომ ახლო აღმოსავლეთში ისეთი ცეცხლი დანთებულიყო და ამერიკელები გიჟები ნამდვილად არ არიან. ახლო აღმოსავლეთის აფეთქება ნიშნავს იმას, რომ ამერიკელები საერთოდ ამ ნაწილში ფეხს ამოიკვეთავენ. არ უნდა ინტერესები რჩება და რატომ გაკეთდა შეხვედრა საუდის არაბეთში. საუდის არაბეთი ისევე როგორც ირანი ერთ-ერთი უმთავრესი ქვეყანა ახლო აღმოსავლეთისა, უზარმაზარი გავლენები აქვს ორივეს და ორივეს კარგი ურთიერთობა აქვს ამ ქვეყანასთან. ხო სწორია, იქ არსებობს პიროვნება, მემკვიდრე პრინცი, რომელიც საკმაოდ რომ იტყვიან მოქნილი აღმოჩნდა. ასე რომ რა გამოდის ახლა ამერიკელებმა იმ იდეოლოგიური და რომ იტყვიან გლობალისტების სრულ იდიოტურ გეგმებზე აყოლილმა ამერიკა შეიყვანონ რუსეთის წინააღმდეგ ომში კიდე გეუბნებით ერთადერთი საფრთხე, რომელიც ყოველთვის იყო და ვამბობდით. მესამე მსოფლიო ომის შესაძლებელია ერთადერთ შემთხვევაში თუ ამერიკელები და რუსები დაუპირისპირდებიან ერთმანეთს და მთელი მსოფლიოსთვის ფინალია. დამთავრდება ყველაფერი. გათვლილია 90 წუთი ჭირდება ყველაფრის მოსპობას. ხო, აი ბირთვულ კლუბში 2-2 ქვეყანაა, რომელსაც წინასწარი ამოცნობის სისტემები. დიახ. სხვებს არ აქვს, ფრანგებს არ აქვს, ბრიტანელებს არ აქვს. ნატოს რაკეტები არ არსებობს, ყველაფერი ამერიკელებისა, ყველა კოდი ამერიკულია. 2024 წლის მეორე თუ მესამე დღე იყო კონფლიქტისა, ლუკაშენკომ ახსენა ის, რომ 2-3 დღე ჭირდებაო და მე დავწერე, რომ უკრაინის განადგურებას 2-3 დღე არ ჭირდება. 1-2 საათი ჭირდება მაქსიმუმ თქო, მაგრამ ეს ვერ მოხდება, ხო? გასაგებია. ნამდვილად 1-2 საათის მეტი არ ჭირდება. ამ იდეოლოგიით წყალწაღებულმა ხალხმა ეს გააკეთეს ვითომ ესე იგი გასაგებია რა ინტერპრეტაცია კიდე გეუბნებით გიმეორებთ მე არ გახალავართ პოეტი, არ გახალავართ ჰუმანიტარული სფეროს წარმომადგენელი, ძალიან კარგად ვიცი. 90 წუთი თუ ჭირდება მსოფლიოს საერთოდ ქვესკნელში ამოდებას, როგორ შეიძლება რომ უკრაინამ გაუწიოს ისეთი წინააღმდეგობა, რომ დაამარცხოს რუსეთი, შანსი არასდროს არ იყო, კიდე გეუბნებით. ან ჩამოყალიბებული, წყალწაღებული ადამიანი უნდა იყო, მაგრამ მოხდა ის, რაც მოხდა, ხო? შესანიშნავად გათამაშებული იყო. იყო შანსი, რომ რუსეთი დამარცხებულიყო, ვერ გამოვიდა. ვერ გათვალეს. მეგონათ, რომ ჩამოიქცეოდა ეკონომიკურად. მე ამ საშინელი, რომ მიტყვიან იდეოლოგიური გარემოს პირობებში დავწერე, მაშინ რომ ეს ვერ მოხდება და რა ვიცი, ესე იგი, ლამის პორტატური შპიონად გამომავალ, მაგრამ კიდე გეუბნებით, მე ვარ ადამიანი, რომელიც არის დამოუკიდებელი პასუხისგებლობის მქონე და ჩემი ინიციატივით ვაკეთებ ამას. მე არ მინდა ჩემი მოქალაქეები, მე იმ თაობის კაცი ვარ, რომელმაც უზარმაზარი ცხოვრებისეული გზა გაიარა და პასუხისგებლობა, მაგრამ არაფერი არ მაინტერესებს ამისთვის. სხვათა შორის იმ გადაცემებში თქვენთან იქნება თუ სხვა რამდენიმე კაცი შემოვარდება აბსოლუტურად წყალწაღებული, მე არანაირი თმენის უფლება არ მაქვს. არ მჭირდება, მე არა ვარ სახელმწიფო მოხელე, მე არა ვარ პოლიტიკური პარტიის ლიდერი, რომ თმენის უფლება მქონდეს. თქვენნაირ ნაძირალებს მე შემიძლია თავზე დავაფურთხო და კიდე გეუბნებით. ყველა იმ ნაძირალას, ვინც აკეთებს კომენტარებს, მამები ყავთ უვარგისები. ნუ ხელმოწარულები არიან. რატომ ყავთ იცი უვარგისი მამები? ქალბატონებს არ შევეხები.
იმიტომ რომ კაცის გვერდით თქვენნაირი ნაგავი არ იზრდება. კაცის გვერდით არა ხართ გაზრდილი. ასაკის პატივისცემა არა გაქვს, ცოდნის პატივისცემა არა გაქვს, გაგების უნარი არა გაქვს. საშინელ დღეში ხართ. ახალგაზრდები მაწუხებს მე და იმიტომ მივდივარ ამ გეთანხმებით ბატონო რატო იცით? მე წლებია ვწერ ახალგაზრდებო მოტყუებული ხართ თავზე დაგემხობათ ყველაფერი. მამრი ან მამრობითი სქესის ადამიანი რომელიც სოციალურ ქსელში ან ტელეფონში ან ასე შემდეგ რა ვიცი გამოიყენებს ლანძღვას გინებას ეს არის არაკაცობა. ანუ წმინდა ვაშკაცური მაგნაგავს მე აბა მოდით ერთი და რამდენჯერ გითხარით შეიკრიბეთ მოვალ მარტო დაგელაპარაკებით ან და მე სტუმრეთ და დაგელაპარაკებით არცად ანონიმური ჩათალახობა არა ანონიმური ხო სწორია მე რა თმენის უნარი მქონდეს ქუთაისში გაზრდილი კაცი ისი თმენის უნარი უნდა მქონდეს კიდე მამა თქვენებს დავაფურთხე თავზე იმიტომ რომ გაფუჭებული ხალხი ხართ გაფუჭებული კაცის გვერდით გაზრდილები დავამთავრეთ ტესტები შემდეგ კი ნუ ახლა ბატონ დემურ ნახეთ თქვენ ახსენეთ მერცი ნუ გერმანიაში არჩევნები ჩატარდა საშიში სიტუაცია არ არის მაგრამ ნახეთ როგორი გამჭრიახია აქვს მაინც ახლა ნუ პოლიტიკოსია ჩვენ ვიცით ეს საერთაშორისო სისხლის სამართლის სასამართლოს დადგენილება თუნდაც ნეთანიაჰუს დაპატიმრებაზე იქ პუტინის დაპატიმრებაზე თავად ტრამპის ადმინისტრაციამ და მანამდე მისმა მრჩეველმა უსაფრთხოების საკითხებში ბოლტონმა პირდაპირ მიწასთან გაასწორა ეს სასამართლო ეს რუდიმენტიაო საერთოდ ბოლტონი საერთოდ არ უნდა ვახსენოთ იმიტომ რომ ადამიანი რომელიც საკუთარ სახელმწიფოში იქცევა ისე ჩაიარა მაგ ამბავმა უბრალოდ ნუ ახლა ტრამპის გუნდის წევრი იყო ხო ჩამოშორებულია მაგრამ აქ სხვა საკითხი არის მერცი გრძნობს რა პასუხისგებლობას და მოლოდინი უფრო მეტი იყო რომ 30%-ზე მეც აიღებდა მაგრამ 28% აიღო სოციქსელში მყავს მე ასე ვთქვათ ლიბერალები რომლებიც გერმანიაში ცხოვრობენ და საკმაოდ განათლებული ხალხია და ეკონომისტები ლიბერალები არიან და ნახეთ რას წერენ ყურაც აღებია მათი ანალიზი იქი ხარშებიან ასე ვთქვათ ხო პოლიტიკურ რედაქტორები და ასე შემდეგ წერს ერთი რომ მერცმა რომც უზრუნველყოს მომდევნო არჩევნებამდე რომ კოალიცია შეიკრება ახლა მოლოდინია რომ მალევე იქნება სოციალისტებთან შეიკრება ისე კი აპირ შოლცთან აპირებს და მწვანეებთან და ამ ლიბერალებთან იგივე კი შნაფსი არის იგივე აი გერმანული შნაფსი მაგრამ ეს ვერ იქნება ასეთ ცვალებად გარემოში 4 წლიანი გამორიცხული. ხო და ეს ხალხი ამბობს ასეთ რამეს რომც დაასტაბილუროს ეკონომიკა, რომც შეაჩეროს რეცესია. ის რაც მოახერხა AfD-მ რომ გაზარდა გაიორმაგა. ეს ნიშნავს იმას რომ ნებისმიერ შემთხვევაში მომდევნო არჩევნებში AfD უფრო მეტ წარმატებას მიიღებს. ნახეთ აბსოლუტურად სწორად წერენ, იმიტომ რომ თავად ლიბერალები კი, რატომ იცით? აბსოლუტურად სრული პოლიტიკური, ძალიან პროფესიული თამაშის ფარგლებში მოქმედებს ალტერნატივა გერმანიისთვის, ნახეთ? ისინი კატასტროფული სისწრაფით იზრდებიან, ხო სწორია, გაორმაგეთ, თქვენ მეხუმრებით, ეხა 20% ხმების აღებას გერმანიაში უზარმაზარ 60 მილიონიანი ქვეყანა. 60 მილიონი პერსპექტივა არის მარტივი და ვაიდელის სიტყვაშიც იყო თუ ჩვენთან უარს ითქვიან კოალიციაზე მაშინ მომდევნო დაჩქარებული არჩევნების რატომ თუ შენ იგივე ნაგავს კრებ შოლცი ხო კატასტროფა 49 წლის მერე პირველად მიიღო სოციალ-დემოკრატებიც ერთ-ერთი უმძლავრესი ფენა იყო პოლიტიკურ ქრისტიან დემოკრატები 16%-ზე ჩამოვიდა მე არაფერს ვამბობ გაკოტრებულ მწვანეებზე რომლებმაც კიდევ აიღეს ის სასწაულია ის საერთოდ წაქცეული ჰაბეკი და ბერბოკი და მოკლედ ეს გრუნეები არის აი ეს წარმოიდგინეთ ქრისტიან დემოკრატი არანაირი ქრისტიან დემოკრატი არ არის, არაფერი არა, კიდე გეუბნები, ბოლო დიდი ქრისტიან დემოკრატი კოლი იყო.
კოლი ფიგურა იყო ხა. ეს სერიოზული პოლიტიკოსი იყო. ეს პოლიტიკოსი არ არის, იმიტომ რომ ან იოშკა ფიშერთან შეიძლება ბერბოკი შედარება, ანუ აი ხო სასაცილო პოლიტიკოსი იყო ყველა ვარიანტში. ეხლა რაშია პრობლემა? ამ კოალიციის შემდეგ ვერაფერი ვერ დასტაბილდება. იმიტომ რომ ეკონომიკური სიტუაციის დასტაბილება ამ ხელისუფლებას არ გამოვა. ენერგომატარებლების ფასები რა ჩამოვარდება, ძირს ამერიკელები რას ეუბნებიან, რა შეიძლება მეტი იყიდეთ ჩვენგან, ბუნებრივი არის, ხო? თხევადი არის. მაგრამ გემებით იმ ხელმანძილიდან იმ რესურსის ტარება, რომელშიც უზარმაზარ ფულს იხდიან. პლუს კონკურენტუნერიანი აღარ ხდება გერმანული პროდუქცია. უამრავი საწარმო იხურება. სამუშაო ადგილები იხურება. ავტომშენებლობა ეს ერთ-ერთი რომ იტყვიან მარგალიტი გერმანული მაღალტექნოლოგიური ეკონომიკის. Volkswagen-ს აქვს კრიზისი. კრიზისები, ყველას კრიზისი ექნება, ყველა უშველის თავს და ყველა წავა ამერიკაში. ანდა მიდიან ჩინეთში. ნახეთ? სრულიად მოკლე. ცხადია გაიხსნება გზა, რა კი ისეთმა ადამიანმაც კი, როგორიც არის უკრაინის საკითხებში ტრამპის წარმომადგენელი, არ გამორიცხა ის და თუმცა გაცილებით სხვა დონეზე ითქვა, რომ ამერიკული კომპანიები, მათ შორის დიდი ნავთობკომპანიები დაბრუნდებიან რუსეთში. მაგრამ გაჩნდა მეორე პრობლემა რუსეთში. ეს ნიშები ცარიელი ვერ იქნებოდა, დაკავებულია. ამიტომ უამრავი ფირმა გაცხადდა, რომ დაბრუნება უნდა რუსეთში. რუსეთი არის ფანტასტიკურად დიდი ბიზნესის საკეთებელი, მით უმეტეს ამერიკელი კომპანიებისთვის და შესანიშნავად აკეთებდნენ ფულს. დაბრუნდებიან, იმიტომ რომ ეს არის ბალანსის ერთ-ერთი გზა. გაიყოფენ ბევრ რამეს, იმიტომ რომ შენ მარტო ვერ გექნება და ამითი შენ სტრატეგიული იარაღად ვერ აქცევ, იმიტომ რომ შენ უნდა წახვიდე მოლაპარაკებებზე და კარგ აზრზეა ამერიკელები ძალიან პრაგმატულად იქცევიან, ყველაფერს ჯობია მთავარ მოთამაშეებთან შეთანხმებული. ნუ ის პოლიტიკა რაც ჰქონდა ბაიდენის ადმინისტრაციას იყო და დამღუპველი იყო. თავად ამერიკელები უკვე ამბობენ. მე ძალიან ვაკვირდები ამერიკის შიდა სიტუაციას და ამერიკის მთავარი პრობლემა რუსეთი არ არის. არც ჩინეთი არ არის. შიგნით აქვს პრობლემები. ნახეთ, რაებს უწყობენ ის დემოკრატი მოსამართლეები, ხალხი პროტესტები გამოდის, განწირულია ყველაფერი. საბოტაჟია ის, როდესაც ის გახმაურდა, რაც გახმაურდა. წარმოიდგინეთ თქვენ, ამერიკის პრეზიდენტი გამოდის კონსერვატორთა წლიურ ყრილობაზე, რომელიც ყოველწლიურად და ამბობს, რომ ფორტნოჩი უნდა ჩავიდეს და გამოაღოს კარებები და ნახოს დახვდება თუ არა ამერიკის ოქრო ადგილზე. რატო? გამოხმაურება იმისა, რომ გატანილი აქვს წინა ხელისუფლებას, მაგაზე ხო კონტროლი სწორედ იმ ეგრეთ წოდებულ deep states აქვს, რომლის წინააღმდეგაც იბრძვიან. ახლა რატო იბრძვიან? იმიტომ იბრძვიან, რომ ამერიკის მომავალი და არსებული ეს როტშილდების და ამნაირი ვიღაცების, ესე იგი, კიდე კლანური ყოფა და მართლობა აბსოლუტურად მომავალს უკარგავს. რატო? აქამდე თუ იყო კლასიკური ამერიკა იყო. სანამ რეიგანი მოიყვანეს და აიფარეს წინ და დაიწყეს ამერიკის კლასიკური ამერიკის გრევა. კაი პრეზიდენტია, აბა ერთი პროფესიონალ ამერიკელებს კითხეს, კაი იყო თუ არა, ერთ-ერთი ფანტასტიკური, ქარიზმატული კაცი იყო, ულამაზესი პიჯაკებით, ქცევის ნორმებით, ფანტასტიკური იყო, მოიხიბლა. ყველანი, მაგრამ იყო უტბინო, როგორც პოლიტიკოსი და იყო ნეოკონსერვატორების ფარდა, რომლებმაც დაიწყეს ის დერეგულაცია, საუბედუროდ ნეოკონსერვატორები დღესაც მართავენ ამერიკის საგარეო პოლიტიკას, მაგრამ ჩაიჭრებიან, ნახეთ. და დღემდე რჩებათ გავლენა ევროპელებს.
ძალიან თავიდან ბოლომდე ბატონ დემურ ნახეთ ეს აქციები რომლებიც აქ ტარდებოდა თბილისში ნუ ხო ყველას კარგად გვახსოვს ეს მოლოტოვის კოქტეილები და რამდენი დაზარალდნენ ეს პოლიციელები ეს ევროკავშირის ელჩი ჰერჩინსკი კი გამოვიდა და თქვა რომ აი ციტატას პირდაპირ მოვიყვან რაც თქვა ევროკავშირი ვერ შეეგუება ძალადობას დაუსჯელობასა და დაშინებას რომელიც საქართველოში უკვე 3 თვეა გრძელდება და ანუ განმარტავდა რომ ევროკავშირი ადამიანის უფლების დარღვევაზე პასუხისმგებელი პირებისთვის სანქციების დაწესებაზე მუშაობს. ანუ ჩვენთან მოდის აქ ელჩი და გმოძღვრავს, ნუ ეს ახალი არ არის უკვე აგრძელებს ამ და ნუ კობახიძე გამოეხმაურა და ეს ოცნების უსუსურად გამოეხმაურა. მაგრამ მართლაც ხომ არსებობს ვენის კონვენცია, ხო? ვინ არიან ელჩები? ან საერთოდ მედია სივრცეში დღეს ასევე შევიდა აპირებენ სიახლეებს ამ კანონმდებლობაში მედიასთან დაკავშირებით. ხო, ვფიქრობდი, არის ეს ცენზურა, არ არის ცენზურა. ყოველ შემთხვევაში მოაქცევენ. არ არის, მოდი ასე ვთქვა. კი, ან იგივე გერმანიაში, საკმაოდ კარგად ვიცი გერმანიაში როგორ მუშაობს პრესა, ამერიკული მედიის სამართლისგან განსხვავებით, იქ ბევრი პრეცედენტული მომენტებია შტატებში და გერმანიაში ასე არ არის ჟურნალისტმა რო შეურაცხყოფა მიეცილი დასწამოს ვინმე ნებისმიერ სახელმწიფო ჩინოვნიკს იმას გაუშვებენ სადღაც იქ თეგელის ციხეში ანუ თუ დაუმტკიცდა ბრალეულობა ხო და აი ამ კუთხით ანუ აი ეს რო დარბიან ჩვენთან ეს ცეხავიკი გოგოები თურმე დიდ ფულებს უხდი და ჭყონია ეს კოკა-კოლადან 15-20,000 ლარებს ხო პირდაპირ ასე ჯერ ზდილობაც არა აქვს, ანუ ეტიკეტი აქვს ჟურნალი. აი მაგალითად მე როდესაც პარლამენტში ჩამიწერია რესპონდენტი, მე იმას წინასწარ უთანხმდებოდი და წერდი ამ რესპონდენტს. მოვარდებოდნენ. ერთხელ შვიდკოი საპატრიარქოში რუსეთის ჩამოსული იყო ისეთი მოლაპარაკებები იყო, ანუ არ იყო გახმაურებული, მაგრამ ჩემი წყაროებით ვიცოდი რომ შვიდკოი უნდა მისულიყო საპატრიარქოში. გამოვარდნენ და საყვი რატო შენ წერ ჩვენ რატო არ ვწერთო? თქვენ დალოცვილებო, თქვენ შეუთანხმდით. არ არის დილობა რომ თუ შეთანხმების გარეშე ბევრი რო ერთად მიცვლდება რაღაცას. ნუ ბევრი ესეთი მომენტები. არის ერთი ძალიან საშიში მომენტი და მე ღია ტექსტით ვიტყვი რომ თუ ვინმე ფიქრობს რომ ის საკანალიზაციო ტელევიზიები ხელისუფლების ფარული დიდი ხელშეწყობის გარეშე იყვნენ, მაშინ ჩვენ გვინდა თავი მოვიტყუოთ. ხო სწორია, მე იმისთვის არ ვსაუბრობ, რომ თავი მოვიტყუო, ან და ვიღაცას მოვეფერო, არა, მე მინდა ძლიერი ქართული სახელმწიფო, მე მინდა ჩემი ფანტასტიკური კულტურა ვითარდებოდეს, საოცარი ახალგაზრდები გონება გახსნილები საუკეთესო განათლებას იღებდნენ, მე არავის მომსახურე არ ყოფილვარ და არ ვიქნები არასდროს და ვიქნები შეურიგებელი. ყველა ტელევიზია მუშაობს ფარული ხარდაჭერის გამო. ვერანაირი ტელევიზია. აგრეთვე სააგენტოები. ყველა სააგენტო. ვერანაირი ტელევიზია, ვერანაირ სახელმწიფოში ასე ვერ მოიქცევა თუ ხელისუფლება არ გიჭირს. იმიტომ რომ უბრალოდ კანონსაწინააღმდეგოა. ის ხო ტელევიზიები არ არის, ეს არის სანაგვე, სადაც ნიაღვარი მიედინება ქვეყნის წინააღმდეგ და ეს ყველაფერი შეთანხმებულია. ახლა ამასთან, იმასთან მე გეუბნებით ახლა და მისახვედრია ყველაფერი მე მგონი. ასე რომ აქ არის სხვა პრობლემა. ჩვენ ახლა საუბრობდით გადავედი თამაშის წესებზე იყო კლასიკური დასავლეთი აგებული. იმიტომ არის დასავლური ცივილიზაციის მიღწევები მსოფლიოში, კაცობრიობის ისტორიაში უდიდესი. სანამ კლასიკური დასავლეთი მოსპო ნეოტროცკიზმა, რომელიც 30 წლის უკან ნელ-ნელა გახდა დომინირებული იდეოლოგია და უზარმაზარი ცივილიზაცია დასავლური განათლებაზე, მეცნიერებაზე, თამაშის წესებზე, სამართალზე აგებული. უზარმაზარი ყველაზე დიდი შედეგის დამდები რეალურად ხო ცივილიზაცია რომელსაც ადამიანი გახსნა პირველად თავის მაქსიმალურ შესაძლებლობაში დაუქნეს LGBT ჩათლახობამდე დაიყვანეს ხო ნუ ეს იყო კატასტროფა მარაზმამდე დაიყვანეს ხო და რაღაცა წვლილი მაინც მიმიძღვის მედიაში ერთ-ერთი პიონერი ვიყავი ამ გაგებით რომ აი ამ სიბოროტეს წინააღმდეგ პირდაპირ ხმა ვიმაღლე და მინდა გითხრათ ასევე ეხლა აკოლები როგორ ისე გადააგვარეს ისნაც ნახეთ ბატონ დემურ დღეს სახლიდან სანამ გამოვიდოდი ნუ რო საუზმობდი რადიოს უსმენდი და ნუ საათის თავი იყო დილას და
მოუკარი ყური რომ ასევე ინიცირებულია ცვლილებები კანონმდებლობაში რომ საქართველოში ყველგან ამოიღებენ ამ სიტყვა გენდერს და გენდერულ საბჭოს. არა, შეიძლება მაშინ იმხალ. არა ერთ გადაცემაში მიტყვამს რა, იქ თქვენ ხო თქვით რომ ქუთაისში იზდებოდით, ხო ეხლა რა თქმა უნდა არ ვიტყვი, მაგრამ მეც მაქვს მუნიციპალიტეტები. მოდი, დავით, მე ვიტყვი, ახლა ჩვენ სანამ გადაცემა იყო, დავიწყეთ. პირდაპირ სოციალურ ქსელში და დღეს აქანე იკრიბება გენდერული საბჭო და ზიან ჭკვიანი სახეები, ცვიმონ. აი სასწაული იყო პირდაპირ რა. ქუთაისის საკრებულოს მიმართო ორჯონიკიძის ქუჩაზე ასათიანების სახლში ვარ დაბადებული. ნაკერები ჰქონდათ მამაჩემს, ხო? იმ ქუჩაზე ვარ გაზრდილი, ბავშვობა რასაც ქვია. მე გადავედით საავტომობილით. იქ ოქსიმორონია საერთოდ. ჩემი ბავშვობა, სკოლა, თორთლაძის სკოლა, პალადბურგში, რა ვიცი, ყველაფერი გავიდა ქუთაისში. აქანე გენდერს რო იხილავთ, ბიჭო თქვენ ქუთაისელები ხართ თუ ქართველები ხართ ვერ გავიგე მე არც ერთი ხართ არც მეორე ხართ რის გენდერს იხილავთ არა ნუ მე გადაცემაში მაშინ თან ავხსენი რომ ეს გენდერი ნიშნავს 54 სქესს ანუ ქალს და კაცს კი არ ნიშნავს ისი არასამთავრობო ორგანიზაციები დათაროშებენ და ამ LGBT-ს და ამ დემოკრატიას ვითომ ათამაშებენ ჩემს სტუდენტობაზე სკოლის ასაკში და პედარასტი არის პედარასტი, გამიგეთ არა? ვერანაირი ევროპული ტერმინოლოგიით ვერ იქნება. მე არაფერს ვამბობ ადამიანებზე, რომლებიც ბუნებამ ისეთ გაჩნი იმ თემაზე ჩვენ არ ვსაუბრობთ. იმ ხალხი ხელშეუხებელია თავისი ცხოვრება. მე ვსაუბრობ იდეოლოგიით გათახსირებული ხალხის LGBT-ზე, რომელიც იდეოლოგიათ აქცევს და ქუთაისში ეს ნორმა გახდა. ქუთაისში გახდა ეს ლექსიკა და ეს პოზიცია დიდბოდიში ქუთაისში გოიმური ქუთაისური ნუ წამხედურობის სინდრომი ვიღაც ჯგუფები ცხადი არა მთელი ქალაქი ამიტომ აზე მოდით და აქანე გენდერი კი არა ქუთაისს მიხედეთ და წესიერი გადაწყვეტილებები მიიღეთ ჯობია ხო ნუ ფაქტია რომ რადგან შევა ეს ცვლილება ნუ იმედია დამტკიცდება და ამ რაღაც მარაზმს აღარ მოუკრავთ თვალს რომ გენდერული საბჭო იკრიბებაო საკრებულოში ან ამ სხვილ ქალაქებს წარმოგიდგენიათ ხო აი ჭკვიანი სახეები ცხედან ქალბატონები კაცები და დღეს არის აქანე გენდერული საბჭო შეკრება ხო ანუ აი სად გაიზარდეთ კიდე გეუბნებით არსებობს ქალი და არსებობს კაცი ამაზე აი ამ ქვეყანაზე ასე გააჩინა უფალმა რაც არის ხო და თქვენ გინდათ ეს ევროპულად მონათლოთ ეს სიჩატლახე ჩამოყალიბებული სი რომელიც არ არის ევროპული კულტურისთვის დამახასიათებელი ეს არ არის ევროპული ეს არის ტროცკისტული გადაგვარებული ნეოლიბერალიზმის ლექსიკაში შეფუთული უკანასკნელი ნაძირლობა და დაცემა ადამიანისა ყველაფერი მე ყოველთვის ვარქმევდი ამას თავის სახელს არანაირი კონიუნქტურული მოსაზრება არასდროს არ მithქვამს ამიტომ ეხლა გვაქვს კარგი შანსი რომ ჩვენი სახელმწიფო გაძლიერდეს ერთადერთი რაც უშლის ამ სახელმწიფოს გაძლიერებას არის უსაშველოდ სუსტი ხელისუფლება კიდე გეუბნებით ხელისუფლება რომელიც კვლავ უკან იყურება შინაგანად იგი ამ ოპოზიციის ნაწილია მთავარი ლიდერები ყოველ შემთხვევაში ეს არ არის აბსოლუტურად ეს იგივე გზაგავლილი ხალხია ხართ ხელისუფლებაში დატოვეთ თქვენი სახელი ისეთი რომ არ შეგწყვეთ შემდეგ ამ ქვეყანას მიხედეთ, ამ კულტურას მიხედეთ, საკუთარ ეკონომიკას მიხედეთ, ახალგაზრდებს მეტი რა გინდათ? ბატონ დემურ, ნახეთ პოლონეთის საელჩო, რადგან ელჩებსაც შევეხეთ დღეს და ნუ ვენის კონვენციაც ვახსენეთ, რომ პრინციპში მათთვის უკვე ეს არის დარღვევა კონვენციისა, ეს არის ყველაფერი. ნახეთ რა სიძახის პოლონეთის საელჩო დღევანდელი დღე ახსენებს როგორც საქართველოს, ასევე პოლონეთს, ვინ წარმოადგენდა და წარმოადგენს უდიდეს საფრთხეს ჩვენი დამოუკიდებლობისთვის. და დღეს აღნიშნავენ მარშით გაიარეს ამ იუნკერთა 25 თებერვალი ოკუპაციის დღე, აი თქვენ
80-იან წლებში საერთოდ წარმოიდგენდით ასეთ რამეს? მესმის რომ კი იქ იყო ნამდვილად შემოსვლა იყო ამ მე-11 არმიის, ამას ჰქონდა თავის პოლიტიკური, ისტორიული, ბევრი სხვადასხვა მომენტი იყო, რა თქმა უნდა, მაგრამ ამ დონეზე გადაწერა ისტორიის შეიძლება რაღაც მომენტებში. შეეცით ეს არა მარტო გადაწერა. ისტორია არის ესეთი როგორიც არის. ისტორია რა არის? ისტორია არის წარსულის რეკონსტრუქცია. როგორც იყო 1921 წლის მოვლენა არის აბსოლუტურად ტყუილში გახვეული, ის რომ შემოვიდა მე-9 არმია, ამაზე არ არის ლაპარაკი, ის რომ დაგიპყრეს, ეს არ არის ლაპარაკი, თავარი არის რამ განაპირობა ეს. კითხვა მე არაერთხელ ავხსენი ეს და ძალიან კარგად ვიცი და ჩამოვაყალიბე რატომ მოხდა ეს, ახლა ჩვენ არა გვაქვს ეს თემა. 1920 წლის 7 მაისს გაღიარეს რევოლუციონერებმა, რუსებმა მეფის რუსეთის დროს საქართველოს მთლიანი ტერიტორიის ფარგლებში დამოუკიდებელ სახელმწიფოდ. ეს არის ართვინიან ყველაფრიანად. ფანტასტიკურად დიდი. და 7 თვის მერე შემოვიდნენ და უბრალოდ დაგიპყრეს. და შენ იმდენად უსუსური ხარ, იმდენად რაიტყვენ იდეოლოგიით მოწამლული ხარ, მაროთა ამ შესანიშნავ მომღერალ ქალბატონამდე და ტრაგიკულ ის იუნკერები თავიდან ბოლომდე არის დამპალი ხელისუფლების კისერზე. ბიჭები, რომლებიც იქ არ უნდა ყოფილიყვნენ, არანაირი მოსაზრებით. ამიტომ მოვადრო და ყველაფერს ფარდა აეხდება. იყო უსაშინელესი რამ, მაგრამ მოხდა ზუსტად იგივე პროცესი მიდის ახლა, რამაც კისერი მოტეხა საქართველოს გეოპოლიტიკურმა შეცდომამ, ხას უსვამ, გეოპოლიტიკური შეცდომა იყო, როცა ჩვენ ვითამაშეთ სხვისი თამაში და ეხლაც იგივეს გვათამაშებენ, რომ იზოლაციაში მოგვექცია და ომი გამოგვეცხადებინა რუსეთისათვის, რუსეთი კარგია, ცუდია, არ მაინტერესებს. მე მაინტერესებს ის, რომ ეს არის მეზობელი ქვეყანა და გინდა თუ არ გინდა შენ მეზობლებთან უნდა იცხოვრო სხვანაირად ვერ იცხოვრებ, აქეთ სომხები, აქეთ აზერბაიჯანელები, აქეთ თურქეთი, აქეთ რუსეთია. თუ შენ ხარ მტერი, შენ ყავს მტერი. ეს არის ანბანური რამე, პოლიტიკაში მით უმეტეს. ესე იგი ჩვენ უნდა მოძებნოთ ის გზა, რომელიც არის ერთადერთი საკითხი დასალაგებელი რუსებთან. უსაფრთხოების საკითხი. შენ უნდა მიიღო რუსებისგან გარანტია, რომ მათგან საფრთხე არ გემუქრება, არ გინდა? და შენ უნდა მიცე გარანტია, რომ საქართველოსდან რუსეთს არ იქნება პლაცდარმი. არ ექნება რუსეთს სასიკვდილო საფრთხე. იმაზე უფრო დიდი საფრთხე ექნება, ვიდრე უკრაინაში აქ. იმიტომ რომ აქ არის ძალიან მოწყვლადი რუსებისთვის ტერიტორია, ჩრდილო კავკასია, ვოლგისპირეთი და იქ უზარმაზარი მუსულმანური ანკლავები. ამიტომ ამ სიშტერეში ყოფნა, კიდე გეუბნებით, ამ ტყუილში ყოფნა ჩვენ რა მოხდა 1992 წელს სანამ უნდა ვატყუოთ ჩვენი თავი ხო ყველა გახსნილი ინფორმაცია არსებობს ამერიკაში არსებობს ინფორმაციები ცოცხალი ქართველები ძალიან კარგი ადამიანები რომლებიც გამსახურდიას გვერდით იყვნენ მართალია გადაწყვეტილებებს თქვა ვერ იყვნენ გადამწყვეტები მაგრამ ეს სერიოზული ინტელექტუალური ხალხი იყო ასე კი არ შეიძლება ხელაღებით თქვა რაიმეს მათ ხო იციან რა საშინელება მოხდა რატომ მოხდა და საიდან მოვიდა ეს ყველაფერი ხო 8 აგვისტო 2008 წლის სანამდე გვინდა ის სისულელებზე ვისაუბროთ რამაც კისერი მოგტეხა რატო არ გვინდა გავერკვეთ რა მოხდა თუ გახსოვთ თავად სააკაშვილის დეპუტატებმა მოაწერეს მე ხელი ელემენტარული საღი ადამიანი რატომ მოხდა სანამ ამ კითხვებზე არ ვუპასუხებ ჩვენ ვიქნებით ასე ეს არის ზერელობა ქართული ზერელობა, ქართველებს ახასიათებთ ზერელობა. ზედაპირულობა. ეს არის ისტორიის გაყალბება. ისტორია არის ესეთი, შენ თუ ის ზუსტად არიცი რა იყო, შენ ისტორია არ გამოგადგება, როგორც გაკვეთილი, რისი გაკეთება არ შეიძლება არასდროს. ჩვენ აქამდე მივალთ, ჩვენ ძლიერი სახელმწიფო გვექნება, მაგრამ ეს სახადი მოსახედელია და მე მგონი
მალე ეს პროცესი იქნება. საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ევროკომისიის სპიკერი ამბობს. ვერ ვხედავთ საქართველოსდან პოზიტიურ ამბებს და ჩვენი ელჩის მიმართ ბოლო უსაფუძვლო ბრალდებები ამას ადასტურებს. ელს ჩვენი სრული მხარდაჭერა აქვს. ხერჩინსკიზე ლაპარაკი, რომელიც ვახსენე. ეს არის ერთ-ერთი არაპოლიტიკური და არაპროფესიონალი ადამიანი, რომელიც თავხედობის უფლებას აძლევს და მხოლოდ ძალიან სუსტი ხელისუფლებას უბედავს ამას, რატო იცით, ნებისმიერი თავმოყარე ხელისუფლება პერსონა ნონ გრატად გამოაცხადებდა ამ ტიპს, რომელიც სულაც არ ნიშნავს იმ ქვეყნის უპატივცემულობას, რომელსაც ის წარმოადგენს. მიუყარო უნდა 24 საათი მისცე უფლება, რომ 24 საათში აიკრას აქედან გუდა ნაბადი და უნდა თავისი ბარგი ბარხანა უნდა დაუყარო თვითმფრინავის ტრაპთან და თუ არ წაეთრება ძალით უნდა წაათხოვო. ხო, ნუ აძლევენ საადროს. ვინ შეურაცხყოფას აყენებს თელ ქვეყანას. ვაცით ხასავით მოუშვებენ ამ წვერებს, რაღაც ჩამენშევიკებს დაემსგავსებიან და მერე მოდიან და მოძღვრავენ ჩვენ. არის ნეოლიბერალური საზიზღრობით გაჟღენთილი ადამიანი, რომელიც არანაირ პატივისცემას არ იმსახურებს. მაგათი უტევინო 30 წლიანი საქმიანობის შედეგია თუ რა გამოზარდეს საქართველოში. აი, ეხლა პროტესტანტების თავარი ნაწილიო მოტყუებულ ახალგაზრდებს არ ვათვლი იმათთან, იმიტომ ეს არის და ნუ სპეკულირების დოზაა კიდე მაღალი, ახლა ვიცით რომ დასავლეთ საქართველოში მოთოვა. კარგი საქციელი რა იქნებოდა საქართველოსთვის, ახლა პარტიზანულ ომში რო ვიყოთ ჩამული, ჩვენ ეს იქნებოდა ღირსება რა. შედეგი რა იქნებოდა? მოდი ასე ვთქვათ. პარტიზანული ომზე კი არა, მართლა შეიძლება რაღაცები შედეგი ხო გინდა, ხო, რისთვის მიდიხარ? უკრაინელებივით უნდა დავიხუცოთ სხვისი გეოპოლიტიკური ინტერესებისთვის. ქართველები დღესაც არიან იმ დროშებში გახვეული, არაფრით არ თმობენ პირველ ჩვენებას, ისევ წერენ სლავა უკრაინე, ვიღაცა წერდა იქედან დიდი მონდომებით, რომ ახლა 880,000-იანი არმია ყავს, უკრაინაც რო რაიმე აქვს და უკრაინაც რო მომავალი აქვს, საქართველოს ყველა დამაწყევარს კონდეს ისეთი მომავალი. აზრზე არა ხარ, გიტყუებთ თავს თუ რასაკეთებთ ვერ უკრაინის მომავალთან დაკავშირებით იქ იყო მისი ამ ქვეყნის ერთ-ერთი მინისტრია თქვა რომ 500 მილიარდი შეიძლება არც გვეყოს აღდგენაზე ამ ქვეყნის. 500 მილიარდი დოლარი. ვინ აღდგენინებს? მოდი ასე ვთქვათ პირდაპირ. რომელ აღდგენაზეა საუბარი? ვერ იქნება მაგ. იმიტომ რომ კიდე გეუბნებით, იმიტომაც იბრძვის ევროკავშირი, რომ სწორედ ახლა რა არის რამდენიმე დღეში რასაპირებს იმ იშვიათ წიაღისეულზე. ხვალ შეიძლება საბოლოოდ, ანუ პირველად ხო არის უთხრა ზელენსკიმ და იქ რამდენიმე ზარი განხორციელდა, როგორც იყო ევრონიუსიც იყო ეს მასალა. მიუჩინა თავისი ადგილი ტრამპმა ამ ზელენსკის და ხვალ შეიძლება უკვე ჩაიდო რომ ერთობლივად გამორიცხო. ხო და გარდა ამისა, უკვე 6 მარტისთვის ემზადებიან ეს ევროკავშირის ლიდერები კიდევ ერთი საგანგებო შეხვედრისთვის. აი, 3 წლის განმავლობაში რამდენჯერ ჩაატარეს ესეთ საგანგებო შეხვედრები? მოდით ახლა მე გავუკეთებ რეზიუმეს იმისა, რაც 2022 წლის 24 თებერვალს თუ 25 თებერვალს დავწერე, იმიტომ რომ მე ამ სიტუაციას ვაკვირდები საათობით ანალიზს უკეთებ. მე ვთქვი, ამ კონფლიქტის მთავარი შედეგი იქნება, იმიტომ რომ აქ უკრაინა-რუსეთის დაპირისპირება არ იყო. ვერანაირი რუსეთი ნაბიჯის გადადგმას ვერ გაბედავდა, როგორ გაწოდე, ბოიკოტს გამოგიცხადებს თელი ქვეყანა. ვერ გამოუცხადეს, იმიტომ რომ ძალიან კარგად იცოდა ყველაფერი. მე ვთქვი პირდაპირ, რომ ამ კონფლიქტის უკრაინა არის საშუალება რუსეთის წინააღმდეგ, ამ კონფლიქტის მთავარი შედეგი იქნება ნატოს დაშლა და ევროკავშირის დაშლა. იმიტომ რომ წლებია ჩანს და ამას ვიძახით თქვენ გადაცემაში სხვაგანაც რომ სამყარო იცვლება. შეიცვალა ყველაფერი.
სამეცნიერო ტექნიკურმა პროგრესმა ჩინეთი, აგერ ახლა რუსეთი, ნახეთ, ამათ კიდე აღდგენ 10 წელი ჭირდებათ, რომ 90-იანი წლების ჭაობიდან ამოვიდნენ. და ეს კონფლიქტი რო არ გაეკეთებინა დასავლეთს პროვოცირება, იმ ჭაობში იქნებოდნენ რუსები, კრიმინალი, ოლიგარქები, მეკთამეობა, ესენი ეხლა საფრთხე შეუქმნეს ქვეყანას და მაშინაც დავწერე, რომ რუსეთი აქედან გამოვა ძალიან ძლიერი, გაძლიერებული. ფაქტიურად აღადგინეთ, იმიტომ რომ სხვა რეალობაა, სხვა ვიდრე იყო 30 წლის უკან, ვიდრე იყო 50 წლის უკან, ეხლა ისეთი ქვეყანა ამერიკის უდიდესი პოტენციალი რამის განადგურებული იქნა. ამ ნეოლიბერალიზმით თეთრი სახლი LGBT დროშით გაანათეს. თქვენ პურიტანების მიერ და მათი შთამომავლების მიერ აგებულ ქვეყანაში მე ვიცი ეს ყველაფერი შიგნიდან, იმიტომ რომ ნანახი მაქვს ეს და ვიცი და ნაწილი მაქვს ჩემი ოჯახისა, ხო? ესე მე ვიცი ის ხალხი, კიდე გეუბნებით, ის გარემო, რასაც ამერიკელი თავის ქვეყანაში ცხოვრობს, უვლის თავის სახკარს, ცოლ-შვილს, არაფერი ჩვენ არ ვიცით ამის და ამას ეუბნები შენ შეგაქ ის რომ LGBT-ში და შენი შვილი უნდა იყოს ამნაირი და გარბიან იმ შტატებიდან. რა უქნა ნიუსომმა კალიფორნიას საშინელ დღეში ჩააყენა, ხო სწორია? ამიტომ წინააღმდეგობა იქნება ამერიკაში, შიგა წინააღმდეგობა. ძალიან მაგრამ ნახეთ, რა მოთხოვა მასკის დეპარტამენტმა 2,300,000 თანამშრომელს, სახელმწიფო თანამშრომელს გაუგზავნეს მოთხოვა. უკანასკნელი 5 დღის განმავლობაში რა გააკეთეთ, ჩამოწერეთ. გასაგებია რომ ატყდა ერთი ამბავი, 4 დიდმა სამინისტრომ თავდაცვა, FBI-მ რაც კი სტრუქტურებია კი სახელმწიფო. და კიდე ერთმა ახლა უცებ არ მახსოვს, უარი თავის თანამშრომლებს უთხრეს, რომ არ უპასუხო, მაგრამ ბერმა უპასუხა. რაც ნიშნავს ეს? ეს იმას ნიშნავს, რომ ამერიკის შეერთებული შტატების ხელისუფლება აპირებს ბიუროკრატიის შემცირებას და მაქსიმალურად ეფექტური მმართველობის განხორციელებას. ეხლა მითხარით, საქართველოში რომ ანალოგიური წერილი გააგზავნოს, დღეს ეს არ ჭირდება მასკის დეპარტამენტი, ამას შეუძლია პრემიერ-მინისტრმა გააგზავნოს, მაგრამ არ გააგზავნის ამას. მთელი სამინისტროებიდან ნახევარზე მეტი რო გასახვეთი იქნება. სწორია, ის ბალასტი, რომელიც დაგროვებულია წინა ხელისუფლებიდან, შემდეგ რაც არის და მივიღეთ იმას, რომ ჩვენ არაეფექტური მმართველობა გვაქვს, ამიტომ არ გამოდის არაფერი და ამას უნდა დღე და ღამ სახელმწიფოს წინსვლაზე უნდა ფიქრობდე და რაღაცის გაკეთებაზე. თუ ქვეყანა კარგად იქნა, შენც ხო კარგად იქნები, ხო სწორია? რა თქმა უნდა. ასე რომ დასანგრევია ეს მახინჯით წარმოდგენები, ეს სისტემა დასანგრევია თავიდან ბოლომდე. ხარ ხელისუფლებაში, მოდი გააკეთეთ რა. შეგიძლია, აბა რა გინდათ ახლა დემაგოგიით, რომ ნაციონალურ მოძრაობას ებრძვიან. ბიჭო, ერთი ხელით ყვებავთ. იმერულად გეტყვით, ჭუჭულს რო აიღებ და უბერავ სულს, რო არაფერი მოუვიდეს, ხო სწორია? ისე ეფერეთ და ფეხზე დააყენეთ, არც ერთი ბიზნესი ხელხლებული არ არის, უკანონოდ რაც კონდათ მითვისებული, ხო სწორია? და მერე გამოაცხადეთ პოლიტიკა, ყველა უნდა გავკრიფოთო, არავინ არ უნდა არსებობდესო, მე და შენ უნდა იყო მარტო ეს ბნელი და მე ნათელიო, ხო სწორია? და თქვენ ახლა ებრძვით ნაციონალურ მოძრაობას, თქვენ რო არ ეხმარებოდით კოლექტიურ ნაციონალურ მოძრაობას, დღეს ისინი არ იარსებებდნენ. ამიტომ თუ თქვენ გინდათ მოტყუება სეთურეზე ბრბოთ ხალხისა, ქცეული ხალხისა, ძალიან მაპატიეთ ეს ხალხს არ ეხება. ეს სპეციფიურ ნაწილს ეხება, რომელმაც თავისი თავი აქცია სექტორის ბრბოთ. ჩანს კიდეც ახლა მათ გამომეტყველებაზე ხო სექტანტებს ემსგავსებიან. ამიტომ ემსგავსებიან და თუ გადააჭარბეს უკვე წინა ხელისუფლების სექტანტებს, თორე ნაკლები არ არიან. ეხლა
რა გავაკეთოთ? ისე ვისულელოთ თავი, რომ ამ ბრძოლაში შევნიღბოთ და ამ ბრძოლის ფარდის უკან ხელისუფლება არც აკეთებს, არ აკეთებს. აი, წინა გადაცემაში ერთ-ერთ შევთქვი და გავიმერებ. ერთი საკითხი მანახეთ 12 წლის განმავლობაში ქვეყნის წინაშე რომ იყო ტკივნეული და ხელისუფლებამ გადაწყვიტა. თუ არ მოვიხადო საჯარო ბოდიში, მე ხელისუფლებას იმიტომ კი არ ვაკრიტიკებ, რომ ხელისუფლება, იმიტომ ვაკრიტიკებ, რომ ცუდად იქცევა და საქმეს არ აკეთებს, როცა 1000-ჯერ უკეთესი რამის გაკეთება შეიძლება. ახლა რუსულ სააგენტოზე უყურებ ბატონ დემურ, ელექტროენერგია ბალტიისპირეთში გაძვირდა 10ჯერ მას შემდეგ, რაც ჩაიხსნა რუსული ენერგოქსელიდან. ხელი ამას გახსოვთ რა სიამაყით ამბობდნენ და ბრიუსელიც როგორ აღნიშნავდა ამას, რომ რა კარგი ქენით რომ ჩაეხსენით რუსებსო. 10ჯერ გაუძვირდათ ელექტროენერგია. ევროპაში ფასებისაც წავიდა ბუნებრივ აირზე, არანორმალური, ხო? ასე გამორიცხულია ევროპული მრეწველობის შენარჩუნება, მერცი კიდევ უფრო უარესად გახდის გერმანიას, თორე დაიმახსოვრეთ ჩემი სიტყვები და ის დღეგრძელი არ არის. ბალტიისპირელების შეშლილობამდე მისული პოზიცია არის მათი უდიდესი უბედურება, მათ რესურსი არ აქვთ, ადამიანური რესურსი, თუ ვინმე იყო ბალტიის ქვეყნებში ძირითადად გასულია, ყველა მოქმედი, ხო სწორია? ამიტომ შედეგს რაც მიიღებენ ბალტიისპირელები, არაფერს არ მიიღებენ. პირიქით ამ რუსოფობიული პროვოკაციული პოზიციით თავის მომავალს ასამარებენ, იმიტომ რომ თუ პროვოკაციას გააკეთებენ, უპასუხოდ არ დარჩება. ხო, მათაც მოაწერეს ხელი მეორე რეზოლუციას გაეროში, რომელიც უკრაინის მიერ იყო ინიცირებული, ნუ დაამთხვიეს ამ 3 წლის თავს ამ ომის დაწყების და აქ ასევე საინტერესო ის გახლავთ, რომ ამერიკელების მიერ მომზადებულ რეზოლუციას, რომელსაც რუსეთმაც დაუჭირა მხარი, ამის შემდეგ მარკ რუბიომ გააკრიტიკა სასტიკად ის უკრაინელების მიერ წარდგენილი რეზოლუცია. ევროპელების ევროპელები მთავარი მხარდამჭერები იყვნენ და თქვა რომ ეს ანტაგონისტურიაო საერთოდ. და მოდი, დიდი განსხვავებებია იმ რეზოლუციებში. პირდაპირ ვნახოთ. ამერიკელები გადიან ომიდან, იმიტომ რომ ამერიკაში ძალიან ცნობილმა და ძალიან ღრმა პროფესიონალებმა პირდაპირ დაწერეს და თქვეს. ამერიკელების დარჩენა უკრაინაში ნიშნავს ვიეტნამიზაციას უკრაინისა და შედეგი იქნება ის, რაც იყო ვიეტნამში. ადმინისტრაცია მოვიდა ახალი, იმიტომ მოვიდა, რომ ამერიკას უჭირს, შიგნით უჭირს. ეხლა ამ უბედურებაში ევროპელებს კი ომი უნდათ, არ გაჩერდებიან, სანამ კისერი არ მოთხრდება. რატო უნდათ ომი? მაგრამ ჭკუასაც რო ვერ სწავლობენ, რამდენჯერ იყო ისტორიის განმავლობაში ასე. მოდი ის რაც ჩვენი მაყურებლისთვის არ არის ცნობილი. დღევანდელი დასავლეთ ევროპის ყველა ხელისუფლების მაქსიმალური მაკონტროლებელი და აი რო იტყვიან, მუჩში ყავსო არიან ბრიტანელები. კი ბატონო. ხო, ნუ იმ თავიდან ანგლოსაქსები ახლა გაწაფულები. კიდე გეუბნებით, გავიმეორებ. იმიტომ რომ ეს არ არის ემოციურად ან ისე ნათქვამი დაალაგებულად ვიტყვი. დასავლეთ ევროპის ყველა სახელმწიფოს ხელისუფლების უმაღლესი პირები მაქსიმალურად იმართებიან ბრიტანეთთან. ბრიტანეთის მიზანი კი მარტივია. ამერიკელებთან გაიყოფს გავლენის სფეროებს დასავლეთ ევროპაში. აღმოსავლეთ ევროპის საკითხი არის ბურუსით მოსული და აქ ბრიტანელებს დიდი პრეტენზიები არ აქვთ. უბრალოდ გამოიყენეს დაპირისპირებისთვის, თავრდება, იარაღით ვეღარ უგებ, მაშინ უნდა წახვიდე თვითმკვლელობაზე, ხო? გასაგებია რუსეთი დაიღუპება ბრიტანეთიც ამერიკას.
მე ჯერჯერობით არ ვიცნობ ისეთ ხალხს, ვინც ასე ციგიჟეზე წამსვლელია, ხო? ხო, ვალდაის შეხვედრაზე ერთხელ პუტინს რო კითხეს ამის შესახებ. ხო და ეხლა თვითონაც პრაგმატულად გასაგებია, ბირთვული სახელმწიფოა და თქვა, რომ კი, დავიხოცებითო, უბრალოდ ისინი წავლენ ჯოჯოხეთში ჩვენ 60-ში მოხდებითო, ხო ასე. უფრო მეცად გეტყვი, მე ბრიტანულ მედიას ვადევნებ თვალყურს და სულ 3-4 დღის უკან აღწერილი არის ბრიტანეთის არმიის მდგომარეობა. ბრძოლა არ შეუძლიათ. რა ბრძოლა? იმხელა გეი პარადების ჩამტარებელი 4/5 მსოფლიოსა რო აკონტროლებდა ეს მამალი ხალხი უზარმაზარ გეი პარადებს აწყობს, მისი ომი ექნებათ. რაც შეეხება ბრიტანულ ფლოტს, რამდენიმე გემი თუ შეძლებს ჯარი ომისთვის ზათარად 2 დღის უკან დავდე ჩემ გვერდზე ფრანგული გაზეთები 3 დღე გვეყოფა ბომბდამშენები და 3 დღე გვეყოფა რაკეტების მარაგი ჰაერი საფრანგეთი აი შედეგი ნეოლიბერალიზმისა იმ უკანასკნელი თახსირობისა რაც თავზე მოახვიეს დასავლურ უზარმაზარ და თქვენ წარმოიდგინეთ ამხენა ინტელექტის მქონე ცივილიზაცია ამ დამპალმა იდეოლოგიამ ლამის დაანაცხოს ძირს. ამიტომ იციან ამ ნეოლიბერალურმა დღევანდელმა ევროკავშირმა იცის რომ იღუპება თვითონ იღუპება, თორე ევროპა არ დაიღუპება, კაცო, ვინ დააღუპინებს ევროპას. მადიციან რომ ეს სტრუქტურები იღუპება რაზე? განსაკუთრებით урსულა ფონ დერ ლაიანი პიუპიტრთან რო დგას იქ ევროპარლამენტის შენობაში და პათეტიურ განცხადებებს რო აკეთებს, აი ფალში საგრძნობია, რომ რეალობისგან მოწყვეტილი. მექტამეობაშია ჩართული, ევროპის მოტყუებაშია ჩაფლული. მისი ქმარის ბიზნესის ლობირებითაა დაკავებული. ახლა მე უფრო მეცად გეტყვით. ევროკავშირის მომავალი რომ ევროპელების საღი ნაწილის ინტერესში იყო, კუბილასი შეიძლება იყოს ევროკავშირის მინისტრი, კალასი შეიძლება იყოს ევროკავშირის მინისტრი. ბალტიისპირელები. იქ ეკონომიკის მთავარი მინისტრი იყოს ბალტიისპირელი. ვერ ხვდებით იმას, რომ ევროკავშირის მალე ხსენება აღარ იქნება. როგორ შეიძლება ასეთი ადამიანები იყვნენ ევროკავშირში პირველ თანამდებობაზე? კალასი, ის თავდაცვა, ის ეკონომიკა და კარგად იქნება მალე ევროკავშირის. აი კალასის ქმარიც იყო შემჩნეული, თქვენ урსულა ფონ დერ ლაიანის ქმარი ახსენეთ და ის იყო რუსებთან ურთიერთობაში. 70 მილიონი აქვს მამამის გაქცეულია ესტონეთიდან უკვე кайხანია რუსულ ბიზნესთან იყო დაკავშირებული 73 მილიონი აქვს თუ ზუსტად თუ 70 მილიონი და გაქცეულია უკვე წლებია არ ცხოვრობს ესტონეთში და ასეთი ნახეთ კაზიმირა პრუნცკენი ხო გახსოვთ? კი ხო როგორი რუსოფობი იყო, ხო როგორი ანტირუსი იყო. მერე დაუდეს რომ პირდაპირ KGB-სთან თანამშრომლობდა. ეხლა საქმე რაშია იცით? ეს არის ძალიან სერიოზული ფარული ხელის მიერ განლაგებული შემადგენლობა, იმიტომ რომ შენ თუ გინდა დაღუპო ევროკავშირი, კალასი, კუბილასი და ამნაირები უნდა დანიშნო და ისეთი დისკრედიტირებული ადამიანი, რომელსაც პირდაპირ ეუბნებიან, ხო, ვინც არის ფონ ლაიანი, ხო? უტიფარი და ჩვენ გვინდა ღირსებით წავიდეთ ევროკავშირში, ხო? აი ეს უკვე მეორე მარაზმი, რომელიც საუბედუროდ ფეხი მოიკიდა ამ გადაგვარებულ, რომ იტყვიან, ძალიან დამპალი იდეოლოგიით გონება შეშლილ ადამიანებში, ახალგაზრდებო მოცილდით ამ ხალხს, საკუთარ გონებაში გაიაზრეთ, რა დიდი საფრთხეების წინაშეა ქვეყანა და თქვენი მომავალიც, იმიტომ რომ თქვენ ახალგაზრდა ასაკში არ შეიძლება თავზე დაიმხო შენი წარმოდგენები, რაშიც ანთებული იყავი, მეც მის იყავი ანთებული, გადააფასე, მოგატყუეს. ამდენი წელია გეუბნებით, რომ გატყუებენ. რო ხარ
ძიმე მდგომარეობაში და მე მლანძღავთ ახალ მლანძღავ ჭყალებში როგორ მივიღებ თქვენ გალანძღავთ და მე მეუხეშებით და ზოგიერთი შემოვარდება 1000 კაციდან 3 ადამიანი შემოვარდება გამიგეთ ხო მაგრამ ყველაფერს ავიტან თქვენგან ოღონდ დაფიქრდით რასაც გეუბნებით მომავალს ნუ გაინადგურებთ დედა აღარ გეყოლებათ მალე თუ ასე გააგრძელებთ რა მადლობა ბატონ დემურ გადაცემაში სტუმრობისთვის ასევე საინტერესო საუბრისთვის მე ტელემაყურებელს შევახსენებ ჩვენი სტუმარი გახდათ ანალიტიკოსი დემურ გიორხელიძე ხვალამდე გემშვიდობებით შევხვდებით 19 საათზე ხვალ მადლობა